მთავრობა ცენტრალურ შემწყირველ ორგანოს აფუძნებს, რომელიც კონსოლიდირებულ ტენდერებს ჩაატარებს. ამ და სხვა თემებზე რამდენიმე წუთში გიყვებით. თბილისის ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს შენობა აუქციონზე იყიდება თითქმის 17,000 კვადრატული მეტრი მიწის და შენობების საწყისი ფასი 40,676,000 ლარია. ბაზრობებზე სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულება ფიზიკურ პირებს 2028 წლამდე არ ექნებათ. საგადასახადო შეღავათი კიდევ ერთხელ გაგრძელდა. თურქეთის სამხედრო თვითმფრინავმა საქართველოს ტერიტორიაზე აზერბაიჯანის საზღვართან ახლოს საავიაციო ინციდენტი განიცადა. C-130 ტიპის ხომალდი რადარებიდან საქართველოს ტერიტორიის გადმოკვეთიდან რამდენიმე წუთის შემდეგ განგაშის სიგნალის გადმოცემის გარეშე გაქრა. ყაზახეთში $2 მილიარდ შეფასებული დატა ცენტრი აშენდება. პროექტი ყაზახური Freedom Holding-ის, NVIDIA-ს, OpenAI-სა და ყაზახეთის ციფრული განვითარების სამინისტროს თანამშრომლობით განხორციელდება. მოგესალმებით, ეს BMG-ია, რეგიონის წამყვანი ბიზნეს მედია სააგენტო. მე ნუცა შუბაშვილი ვარ და ეკონომიკისა და ბიზნესის სიახლეების შესახებ გიყვებით. მთავრობა ცენტრალურ შემწყირველ ორგანოს აფუძნებს, რომელიც კონსოლიდირებულ ტენდერებს ჩაატარებს. საკანონმდებლო ინიციატივის საკომიტეტო მოსმენები პარლამენტში დღეს დაიწყო. ახალი ორგანოს შექმნა 2027 წლის 1 იანვრიდან იყო განსაზღვრული, თუმცა მთავრობის ადმინისტრაციის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტით 2026 წლის 1 ივნისიდან კონსოლიდირებულ ტენდერებს სწორედ ეს უწყება ჩაატარებს და პროცესებს შესყიდვების ეროვნული სააგენტო სრულად ჩაეხსნება. საკანონმდებლო პაკეტი ასევე ითვალისწინებს ბაზრის კვლევის მიმართულებით არსებულ ცვლილებებსაც. ანუკო ჯოხაძე ცდილობდა დღეს შესყიდვების კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე ინფორმაციის მოპოვებას და შეფასებებით ახლა ის პირდაპირ ეთერში გვერდება. ანუკა, მოგესალმებით, გისმენთ. 2026 წლიდან კონსოლიდირებულ ტენდერებს ახალი CIP ცენტრალური შემწყირველი ორგანო ჩაატარებს. აღნიშნულ ფუნქციას ეს ორგანო სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსგან გადაიბარებს. კონსოლიდირებული ტენდერები ამჟამად ისეთი საქონლისა და მომსახურების მიღების მიზნით ტარდება, რომელიც საჯარო უწყებების მიხედვით იდენტურია. მაგალითად, საწვავის მიწოდების, მობილური სატელეფონო მომსახურების, აუთხი ქაღალდების, პრინტერებისა და საოფისე აღჭურვილობის შესყიდვის შესახებ ტენდერები. კანონპროექტის დეტალები დღეს დაჩქარებული წესით საპარლამენტო კომიტეტებში განიხილეს. ოცნების დეპუტატებს კითხვები ჰქონდათ, მათ შორის პროცესის მზაობასთან დაკავშირებით, ასევე იმ საქონლისა და მომსახურების ნუსხის გაფართოებაზე, რასაც დღეს კონსოლიდირებული ტენდერები ცხადდება. მათი თქმით, საინტერესოა ასევე, რამდენად რჩება როლი ცენტრალიზებულ შესყიდვებში თავად შესყიდვების სააგენტოს, რომელიც ამ ფუნქციას წლები ასრულებს. დღეს არსებობს საქონელის და მომსახურებების გარკვეული ჩამონათვალე. იგეგმება თუ არა ამ ჩამონათვლის გაფართოება ან გადახედვა? დაახლოებით თუ გაქვთ დათვლილი მოლოდინი, რა ხარჯებს შეგვიმცირებს წელიწადში მსგავსი შესყიდვების განხორციელება. უცხოური კომპანიებსაც შეეძლება თამაში მონაწილეობის მიღება და ტენდერში მონაწილეობის მიღება, თუ იქნება უფრო აქცენტი ადგილობრივი კომპანიების. მაგალითად, როდესაც შესყიდვები ხდება, შესყიდვების სამსახურს შეუძლია მიმდინარე პროცესში ჩაერთოს, შენიშვნა მიცეს, რაღაც მითითება შეიძლება გააუქმოს და ასე შემდეგ და აი ეს საერთოდ ვარდება იმ შესყიდვების სამსახურიდან თუ აი რა კონტაქტი ექნება მასთან და რა ურთიერთობა. დეპუტატების კითხვების საპასუხოდ მთავრობის საპარლამენტო მდივანი აცხადებს, რომ ცვლილებების მიზანი მთავრობის ადმინისტრაციის მხრიდან საჯარო უწყებების სატენდერო პროცესის მონიტორინგის და ეფექტიანობის ზრდა. მისი თქმით, გადაწყვეტილება დაფუძნებულია საერთაშორისო პრაქტიკაზე, სადაც ეს ფუნქცია ცალკე მდგომ უწყებას აქვს. მაღთანგ ბაჩიაშვილის შეფასებით, კონსოლიდირებულ ტენდერების საშუალებით შესაძლებელი საქონლისა და მომსახურების ნუსხა შესაძლოა გაფართოვდეს და ის მათ შორის დამოკიდებული იქნება უშუალოდ სახელმწიფო შესყიდვის საჭიროებებზე. ბაჩიაშვილმა განმარტა, რომ პროცესში სამართლიანი კონკურენციის პირობები და გამჭვირვალობის სტანდარტი დაცული იქნება. თუ შევადარებთ მაგალითად გასული წლის მონაცემს, დაახლოებით 8 მილიარდიანი სახელმწიფო შესყიდვა განხორციელდა ჯამურად შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ, აქედან 1 მილიარდის იყო კონსოლიდირებული ტენდერების ბიუჯეტი. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია, რომ ინსტიტუციურად გამიჯნული იყო სრულიად შემსყიდველი ორგანო, რომელიც იქნება მთავარი შემსყიდველი და მის მიერ გამოვლენილი ერთი კონკრეტული მიმწოდებელი იქნება ყველასთვის ის მიმწოდებელი, რომელიც საბიუჯეტო ორგანიზაციას დაჭირდება მის საჭიროებიდან გამომდინარე და გააფორმებს კონკრეტულ შესყიდვის
პროცედურის ხელშეკრულებას მასთან. ამ შემთხვევაში ორი გარემოება აზღვევს კონკურენციის პრინციპს. ერთი ის, რომ არსებობს დღესაც და შენარჩუნდება, რა თქმა უნდა, ლოტებად დაყოფის შესაძლებლობა კონკრეტული შესყიდვის. კონკრეტული ზოგიერთი შესყიდვა შეუძლებელია, რომ ერთ CPV კოდში შემავალი ყველა საქონელი და მომსახურება ერთი კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში იქნეს შეძენილი და მეორე მხრივ ბაზრის კვლევის ელექტრონული მოდული, რომელიც უზრუნველყოფს საბაზროსთან მაქსიმალურად მიახლოებული საბოლოო შემსყიდველი ფასის დადგენას და ჯანსაღ კონკურენციას მიმწოდებლებს შორის უკვე კონკრეტულად ელექტრონული შესყიდვის პროცედურის ეტაპზე. აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის ნაწილია ბაზრის კვლევის მიმართულებით დაგეგმილი ცვლილებებით არსებული პრაქტიკით. ბაზრის მოკვლევა არის დახურული პროცედურა, რომელშიც შემწყიდველი ორგანიზაცია საკუთარი გადაწყვეტილებით უბრძანის შესასყიდი მომსახურების თუ პროდუქციის აღწერას და მიმწოდებლებისგან ფასების შეთავაზებებს იღებს. ამ პროცესის გამჭვირვალობის ზრდისთვის სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში იგეგმება ბაზრის კვლევის ახალი ელექტრონული მოდელის დანერგვა. ამ მოდულზე კომპანიები ნახავენ სხვადასხვა საჯარო უწყებების მიერ გამოცხადებულ ფასთა მოკვლევას და საკუთარ წინადადებებს ელექტრონული ფორმით დააფიქსირებენ. დეპუტატები ამბობენ, რომ პროცესში ბაზრის კვლევის სისტემის დახვეწასთან ერთად მნიშვნელოვანი იქნება სწორი ფასწარმოქმნის დადგენა, რაც ხშირად დღეს არსებული სისტემიდან გამომდინარე პრობლემურია. ფასწარმოქმნის სისტემაში და ფასების კვლევაში უნდა იყოს დადებული მინიმუმ შეიმუშაოს. თვითონ ალბათ ამ შესყიდველობა რომელიც იქნება სამსახური, რომ იყოს ყველა საქონელზე კვლევა ერთია, მაგრამ რეალური ხარისხიანი პროდუქციის მისაღებად რა ფასია ქვეყანაში ამა თუ შესყიდვების ამა თუ იმ ობიექტზე. მე ძალიან ბევრ რაიონებში არის ერთი სკვერი 400 კვადრატი ყველა გამგებელი რამდენიც მომიდა იმდენმა გაარემონტა, იმიტომ რომ თავიდან იყო დაშვებული შეცდომები და აი ამას უნდა დასამსახური თუ იქნება ყველაფერი უნდა იყოს გათვალისწინებული თუ თავარი ხო არ არის რომ ჩვენ რაღაც დავხარჯოთ თავარია დავხარჯოთ მივიღოთ პროდუქცია და იყოს ხარისხიანი აი ამას სამივეს უნდა პასუხობდეს ის სამსახური საჯარო შესყიდვების შესახებ კანონში ცვლილებების პროექტში წერია ისიც, რომ სატენდერო და საკონკურსო პროცედურებში მონაწილეობის საფასურიც გაიზრდება. ინიციატივის თანახმად კონკურსის ელექტრონული ან კონსოლიდირებული ტენდერის შემთხვევაში წინადადების წარდგენისთვის დაწესდება 100 ლარის ოდენობის საფასური. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს სატენდერო და საკონკურსო განაცხადებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის გამოქვეყნების საფასურის გაზრდას მოქმედი 25 ან 50 ლარის ნაცვლად 100 ლარამდე. როგორ აფასებენ იურისტები საკანონმდებლო ცვლილებებს და ეხმიანება თუ არა ის დღეს შესყიდვების მიმართულებით არსებულ გამოწვევებს, ამას ჩვენი მაყურებელი უკვე შემაჯამებელ გამოშვებაში მოისმენს. ზე იყო რომელმაც სახელმწიფო შესყიდვების სექტორში დაგეგმილი ცვლილებები და შესაბამისი შეფასებები გაგოსნო, ჩვენ კი ვაგრძელებთ გამოშვებას. თბილისის ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს შენობა აუქციონზე იყიდება. სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ აუქციონზე გასაყიდად გამოიტანა თბილისში ჩიქოვანის ქუჩა ნომერ 14-ში მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა ნაგებობები, სადაც წლების განმავლობაში ფუნქციონირებდა ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო. თითქმის 17000 კვადრატული მეტრი მიწის და შენობების საწყისი ფასი 46 მილიონ 676 ლარია და შესაბამისად 1 კვადრატულ მეტრი მიწის ნაკვეთის მთავრობა 2416 ლარად ყიდის. მქონება განთავსებულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალ მფლობელს მოუწევს შესაბამისი ნორმების დაცვა. აუქციონი 19 ნოემბერს დასრულდება. გამარჯვებულმა მონაწილეებმა უნდა გადაიხადოს თანხა ერთთვიან ვადაში და ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 წლის განმავლობაში უზრუნველყოს, რომ ამ ტერიტორიით უსასყიდლოდ სარგებლობის საშუალება ჰქონდეს შეპესე თბილისის ბავშვთა ინფექციურ კლინიკურ საავადმყოფოს. ენერგეტიკის დარგის წარმომადგენლებს მოლოდინი აქვთ, რომ მთავრობის მხრიდან ენერგეტიკული პროექტების შესწავლის პროცესი გაგრძელდება და რიგი პროექტების გაუქმება სამომავლოდაც მოხდება. კომპანია უსასრულო ენერგიის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით პირველ ეტაპზე მათ შორის იმ ენერგეტიკული პროექტების განხილვა შეჩერდა, რომლებიც თავად ინვესტორებსაც მიტოვებული ჰქონდათ. თორნიკე ბახტურიძე აცხადებს, რომ რიგი პროექტების მიმართ არანაირი ტექნიკური ეკონომიკური კვლევები არ იყო ჩატარებული მისი შეფასებით. მსგავსი პროექტების გაუქმება ჯანსაღი პროცესია ცნობისთვის მთავრობის 13 ოქტომბრის განკარგულების თანახმად 1,7 გიგავატის სიმძლავრის ენერგეტიკული პროექტების განხილვა შეჩერდა, მათ შორის ჰესების, მზის და ქარის ელექტროსადგურები, რომლებიც ძირითადად წარდგენილი იყო პირდაპირ კონტრაქტების შეთანხმების პროგრამის ფარგლებში, თუმცა მათზე ოფიციალური საინვესტიციო შეთანხმება საბოლოოდ აღარ გაფორმებულა.
ასეთი იყო ამ დროისთვის საქმის კურსი. მე გემშვიდობებით, თქვენ კი წინ გელით შემაჯამებელი გამოშვება 19 საათზე ანა ლაპიაშვილთან ერთად.